ორი წუთი დგომაში დახარჯეს. თუ შეიძლება თან მოусმინოთ, იმიტომ რომ ძირითადად თქვენ უნდა ასე ვთქვათ, შეაფასოთ ეს იდეა და პროექტი. ძირითადად რაც სოციალური საწარმოს იდეას ეხება, ეს სოციალური საწარმო ჩემი ვარაუდით უნდა დაეფუძნოს სკოლას სახელოსნოს, რომელიც დღესდღეობით არის როგორც თუთა წარმოდგენილი. ამ ეტაპზე სკოლა სახელოსნო ანუ სწავლების პროცესი მიდის. გადაცემა ტრადიციული ხალხური რეწვის ერთ-ერთი დარგის, რომელიც მოიცავს ტექსტილს, სრულყოფილად. შემიძლია პრეტენზიულად განაცხადო, მაგრამ ასეა, იმიტომ რომ ტექსტილი ეს არის მრავალფეროვანი, თუმცა პრეტენზია იმიტომ აქვს ჩემს სახელოსნოს სრულყოფილებაზე ცოტა ხმამაღალი განაცხადია, იმიტომ აქვს რომ ეს არ შეგვისწავლია არც თოიძეში, არც ნიკოლაძეში, არც არსად. ზოგადად ეს არის ერთადერთი, ის რომ ჩემი ხაზი დედითაც და მამითაც ტრადიციულ ანუ ეს არის გენეტიკური კოდი, ასე ვთქვათ, ეს გენში გვაქვს. მე ამითი ვამაყობდა, უბრალოდ მე ერთადერთი ისაა, რომ მე ვარ გამტარი, შეიძლება ჩემს მერე ჩემზე უკეთესად გააკეთო და შეიძლება ბევრად უკეთესადაც. საქმე მეორე იმაშია, რომ დღემდე არც ერთ ჩემ წინაპარს არ მოსვია თავში აზრად, რომ ეს ბიზნესად ექცია. არც მე მაქვს ამაზე პრეტენზია, უბრალოდ მინდოდა რომ ეს არ დაკარგულიყო და ამიტომ შევქმნი სკოლას სახელოსნო, რომელიც არ არის მოგებაზე ორიენტირებული ბუნებრივია. ძალიან ჩვეულებრივი პროცესია ჩემ ოჯახში, იმიტომ რომ პედაგოგის ოჯახში ვარ გაზრდა ბუნებრივია, სულ სწავლების სწავლებაზე გვაქვს და სულ ვიღაცა მოდის და სულ რაღაცას იღებს ჩვენგან. ბუნებრივია ესეც შინაგანია ჩვენი და რახან ახლა გადავდივართ იმაზე, რომ ეს ყველაფერი ბიზნესად ვაქციოთ, რამდენად გამოვა არ ვიცი, უბრალოდ ესაა, რომ მაქსიმალურად ჩავწვდით ის ხალხი, ვინც თავის თავს მაინც არჩენს, თუ მე არ გამამდიდრებს, თავის თავს მაინც არჩენს ამ ხელით. აი ეს სოციალური მისია მდგომარეობს შემდეგში, ეს ჯგუფებია, რომელსაც ვინც უკვე არიან, ეს არის მოსწავლეები. მოსწავლეებში უწოდებ მაპატიეთ 90 წლის ქალბატონსაც, რომელიც არაჩვეულებრივად ქსოვს, 10 წლის ბავშვსაც, რომელიც არაჩვეულებრივად კარგავს და თავისი აქსესუარებით ძალიანაც ამაყობს, მიუხედავად შეცდომებისა. და ეს რომ ის კონტექსტში როგორი ხდება, არ ვიცი, ქალბატონს ესენი ამაში ამ რაც ეხება იურიდიულ საკითხებს, როსარი ვარ ამაში მაპატიეთ, მე ვიღაც უნდა დამუშავოს პირები. სოციალურად დაუცველები, აუცილებლად, რომლებიც დღეს აი ამითი საზრდოობენ, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ მართლა არანაირი შემოსავალი არ აქვს გარდა იმ სახელმწიფოს დანიშნული ხელფასის. შეშალო პირები, რომლებიც ასევე თავიანთი შესაძლებლობების მაქსიმუმ სწავლენ და მე ხანდახან გაუცებულიც კი ვარ ისეთ შესაძლებლობებს. პენსიონერები, ადამიანები, რომლებიც აღარ ჭირდება არავის, ასე ვთქვათ, აი მართლა უხეშად, მაგრამ ეს ადამიანები იმდენად მოწადინებული არიან, რომ თავიანთი ჯიბის ფული ჰქონდეთ და ხშირ შემთხვევაში ძალიან ბევრს გამოიმუშავებენ ხოლმე თავიანთი ნერვებისა და ღამის ტექნიკის ხარჯზე. და ის ადამიანები კიდევ პლუს მინუს ვინც ვერ იპოვა სამსახური და დღევანდელი 90-იანებიდან მოყოლებული გასცე რაღაცა უფუნქციო ხალხი.
არ ვიცი ვერც ერთ კატეგორიაში ვერ ვსვა, მაგრამ არის ასეთი ძალიან ბევრი ჩვენ რაიონში. არასწორია მაღალმთიანი რაიონია, უკვე და იქ უბრალოდ მიგრაციას ესეთი სოციალური საწარმოები ძალიან უწყობს. მიგრაცია დასაქმდნენ ადამიანები მაგალითად თუ მიგრაცია, იცით რა უცნაური რაიონია ეს, ხო? მოკლედ ხო, სოციალური მისია გასაგებია და მანამდე ვისაუბრეთ, რომ ხება პროდუქტის და შესაბამისად ხო, პროდუქტის მრავალფეროვნებას რაც შეეხება, როგორც თქვი, ტექსტილი არის მრავალფეროვანი თავისთავად. მოყვები იქიდან, რომ ეს არის ხალიჩა. ეს არის მესხური ხალიჩა, რომელიც არსად არ მეურდება, ალბათ ირინკა და მეთანხმება, იმიტომ რომ აქ შეეხება ამ ამბავთან. ფარდანი, ხალიჩა, ცხენის მოსართავები, იყო ორნაირი მოსართავი ცხენის, ერთი რომელიც მუდმივად ემოსაცხენს, ეს არის საოფლეს ეძახდნენ და ერთი სადღესასწაულო. ანუ ისე როგორც ადამიანები მოსებიან შინ და გარეთ, ასე იყო ცხენიც. ანუ ის გაოფლილი ცხენი ვარ გაციებულიყო, ამას ჰქონდა ცალკე შარის მოსართავი და სადღესასწაულო გამოსაჩენად ზინზილაკებითა და ჯინჯილებით მორწიეთ და მოკაზული. ანუ ეს არის ერთი რასაც აკეთებს სკოლა, არა, ყველა ბევრია. შესამოსელი, ასე ვთქვათ, ტექსტილით შესამოსელი, ანუ ნაქარგი, ნაქსოვი, წინდა თავსაბურავი, ხელსაბურავი, სადღესასწაულო სამოსი, რომელიც ძალიან მრავალფეროვანია, ანუ დაწყებული წინდიდან, მოჩიტულიდან დამთავრებული ფულით, თუ რამე შემოსა ყველაზე განსხვავებული ამ ამბავში ის არის, რომ ეს ყველაფერი კეთდება ბუნებრივი მასალით, მაწვით. და მაწვის მნიშვნელობაზე მინდოდა მეთქვა. წეგანაც ვისაუბრეთ, მაგრამ ახლა უფრო მოხარდა. ეხლა არის ძალიან მოდაში ეს მერინოსით გაკეთებული შარფები და ასე შემდეგ მთელი მშრალი ხიდი მიაქვს ამას. ეს არის ძალიან დეკორატიული, ძალიან რაღაცა არ ვიცით, მართლა ზიზირპიპიროს დავარქმევით რა ერთი ამბის გამო. ეს არის შეღებილი ქიმიაში, ეს არის მერინოსის მატყლით, მხოლოდ სიგრძე რომ აქვს მეტი ალბათ. მაგრამ მესხურ მატყლს აქვს ერთი საოცარი თვისება, ამას ეწოდება ფლუღეროვანი. თუ თმის ღერს წარმოიდგენთ და წარმოიდგენთ ესეო მაკარონს, რომელსაც სიცარიელი აქვს, აი ესეთი სხვაობა მატყლსა და ჩვენ მესხურ მატყლსა და მერინოს შორის. წარმოიდგინეთ ეს თერმორეგულაციას იმდენად უწყობს ხელს, რომ არეგულირებს სითბო-სიცივის ტემპერატურას, ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა. ეს იღებება არაჩვეულებრივად, ბუნებრივ ფერებში. მარტო მწვანე თუთის ფოთლით ვღებნოთ 40 ტონის მწვანეს. დაწყებული 10 სანტიმეტრიდან გამო და ყოველ კვირის ბოლოს შეგიძლიათ შეღებოთ მწვანეს, შეღება გაყვითლებული გამხმარი სხვა ფრაგმენტებს და მოყინული კიდე სხვა ფრაგმენტებს. გარდა ამისა იღებება ყოწახურის ფესვში, კაკლის წეგონუ, კაკალიქო მრავალფეროვანია, დამწვარი შაქარი და მე რას ვიძახი? არის ყველაფერი საიდუმლო, რომელიც არ უნდა დაიკარგოს. ერთადერთი ეს და აი ამ ტექსტილის საქმეში ამ თუთას ხდება ამისი სწავლება, გადაცემა და თუ ეს გააბიზნესდება, ცუდი სიტყვაა. ხო, რაღაცა ესე რომ მასიური მოხარების მოყოლოდ არის ეს პროდუქტები, რომელსაც თქვა გავაკეთებთ ჯერადად იყიდო, ხო, ახლა რაღაცა საჩუქრად იყიდი ხალიჩას დაკიდებ. რამდენჯერ უნდა იყიდო ხალიჩა, ხო, მაგრამ არის ხუთი ხელთათვანი, მაგალითად რაღაცა გადასაფარებელი, რომელიც შეიძლება საჩუქრადაც იყიდო, ან რაღაცა სეზონურად გამოცვალოს, უფრო რომ გახდეს ეს ყველაფერი უფრო ისეთი მოხარების საკითხები, რა ვთქვათ, მასიური. ხო, რაც შეეხება რეკლამას, რეკლამა ერთადერთი მე ვარ, ჩემი თავის რეკლამა Facebook-ზე და აი რახან ჩვენ ვცხოვრობთ კონკრეტულად ჩემი ოჯახი ცხოვრობს სამხედრო გზაზე, რომელიც მიდის ვარძიისკენ. ერთადერთი ესაა, რომ შეიძლება ბანერებით, სარეკლამო რგოლებით ან რაღაც ამდაგვარით გამრავალფეროვდეს რეკლამა, გარეკლამდეს თუ გაპიარდეს, რაც მინდა უწოდეთ. და ის რომ ვიღაცამ მიანიშნოს, რომ აქ არის ეს ამბავი და შეგვიძლია ითქვათ მასტერკლასით ჩავატაროთ, რაღაცა ესეთი მოვიფიქროთ და ასევე ძალიან აუცილებელი არის იგი ჩვენ მაგახთან რომელიც ვაკეთებთ საწარმოო რეალიზება გააკეთოს სადმე დიდ სავაჭრო ცენტრში, მაგალითად თბილისის მოლში, სადაც მუდმივად შეიძლება რომ იყიდო და იყიდო, რეალურად იქ არის, მაინც უფრო მეტად ხო, მომხმარებელი ფულიანი თბილისში ცხოვრობს, ეს რაღაც უფრო ტურისტი ვინც ჩავადა ადგილობრივი, ეს რაღაცა შეიძლება 30% იყოს იმისი რაზეც გვაქვს აქცენტი ასე ვთქვათ გაკეთებული და ასევე პოზიციონირებას ხო რაც შეეხება ამის მთელი ამბავი იქნება ამის სოციალური კამპანია ის რომ არის ექსკლუზიური ის რომ არის განმეორებელი ხო არ გამეორდება ასევე გვინდა რომ ძალიანაც მოიდობო ისეც ხოლმე ვერ მინდა ამ მთელი ამბების გამო და 18 მაისს იგებოდა რომ ეროვნული სამოსის დღე იყოს და აი ამაში ძალიან გვინდა რომ ეს საწარმო ასე ვთქვათ ჩაერთოს და მიიღოს მონაწილეობა. მეგონი
რა ვიცი, თუ რამე კითხვები გაქვთ, ზუსტად გიპასუხოთ. შემოთავაზება მაგ გზის პირას თუ არის პირდაპირ იქ შეგიძლიათ გააკეთოთ მაგის გასაყიდი და არ იქნება პრობლემა, როგორც თქვენ ამბობთ. ქვეყნის ტურისტი ჩამოდის საქართველოში ერთ-ერთი მიმართულება ვარძია და რატო გაქვთ გაყიდვის პრობლემა? არა, გაყიდვის პრობლემა კი არა გვაქვს. მithume მას არის პრობლემა, მაგალითად ტექნიკა სჭირდება და აი ალბეროების დაფიო მეუბნება და ერთი ღამე რო სჭირდება, მე რომ მქონდეს თანხაობები და იმას გააკეთებს ერთ საათში. ხო და რო ყიდიან, მე იქიდან გადაიდოს რაღაც თანხა. ვერ გადადებ, იმიტომ რომ ის ადამიანი რო აკეთებს თავისას, ხო იმას თავისი ნაკეთობები დიდი უჭირდება. არ არის ეს ბიზნესი რა, თუ არ დარჩა იქიდან, ფერი არ არის. ხო და ბიზნესად თუ არ აქცევთ, ყოველთვის იქნება ეგ პრობლემა. კითხვა არ არის უბრალოდ ჩემი აზრი. არა, ადამიანს რომ მიაჩნია თავიდან სუმი აქვს ფულები, მე ფულს მისწავ შემდეგი არ არის სწორი რა. იმას ვეღარ გადააჭერ და ვერ დააჯერებ რომ ფულს მისწავ. აებაბრება კოლეგები გქონდ კითხვები დაუსვათ გალბატონებად. ან კითხვა არა, ესე არა, მარტო ტაში არა რა თქმა უნდა. ანუ თქვენ ხო ავსებთ ახლა რაღაცას, ხო წერთ? ანუ კომფორტულად ხმობთ? თქვენს იდეოლოგი კითხვა, რაღაცა აკლია, რაღაცა სხვანაირად არის, ან უბრალოდ კითხვა გაქვთ. პროდუქცია შემოგვიგ გამოვტოვე, დაწუნანება როგორ ჩამონათვალე რა ტრადიციული სამოსი და რა კიდე. ის არის ტრადიციული სამოსი, ხო, ის რაც ჩოხა არის, აი რაც ჩამოთვალა, მაგრამ სახეობებში ასევე საწარმოს შემთხვევაში უკვე იქნება ქუდი, ხელთათმანი, კაშნე, ჩანჩა, აქსესუარები, რაც არის აბალახი, ფაფანაკი, ჩანთა. ანუ თქვენი მიმართულება არის ის რომ იყოს ტრადიციული დიზაინის და ფუნქციის უბრალოდ გათანამედროვე და უნდა იყოს მაგრამ გათანამ იყოს გათვლილი უცხოელზე? ადგილობრივ აუცილებლად რა. ეხლა მე მაგალითად დიდი სიამოვნებით ვიყიდი რაღაცა ხელთათმას გადავეკიდე ავტოფოტოს რაღაცა ქართული ორნამენტის რატო არა? ხო არ ვიცი რა რატომაც არა რაღაცა კარგ ჩანჩას როგორც გემოვნებიათ აი სამოსელს გადავეკიდეთ მანამდე კიდე რატო არის სამოსელი ტრენდული და ტრენდული იმიტომ რომ ძალიან დახვეწილია ძალიან გემოვნებიანი ანუ ეს სჭირდება აი რასაც თქვენ ამბობთ ზუსტად რა ეს არის მინდა ამავე ყველაზე ამ დარგში ყველაზე რთული ნაწილი სწორედ ეგ არის რომ ანუ ეს თანამედროვე შეტანა მე უკვე მგონია რომ ნაკლებად გრადი შეიძლება იყოს ჩემი აზრით უბრალოდ ახალი გამოსულება ჩემი აზრით დღესდღეობით აი მხოლოდ ეს ტრადიციული თემატიკა ფუნქციურად ტრადიციული სამწუხაროდ ნაკლებად შეიძლება ესეთი გრადად ხო ეს დამოკიდებულია ეს პოზიციონირებაზე და კომსაკომუნიკაციაზე რა განაჩნია ვინ იქნება გათანამედროვე და სიცილინა თუნდაც ის რომ მე ჩემ ნაკარგს ყოველდღიურ მოსახლმად ჩანთას დავამაგრებ ესეც რაღაცა გათანამედროვეობა მგონია აი ამ ყაბალებს თქვათ ეხლა მე რომ შევიმოსე დღეს და ესე აი ამას თქვათ შალითაც შევკერავ რომ შენ ზამთარში გაცვე და ისე მოყიდი არა მარტო იმ ტრადიციული აბრეშუმით ქართული აბრეშუმით კიდე გავაკეთებ ისეთ რამეს რასაც შენ პრაქტიკაში ძალამაზი ბიჭები გაცვია ხო აი ხა რატომაც არა ეგრე სულვარი აი ჩიფარბერის ისინი აქვს დატანილი ხა ქართული ლამაზის რო იყოს დატანილი რომელიც ვიყიდი ხო დავით რატო არა ანუ ეს ყველაფერი შეგვიძლია ისე გადაიტანო რომ გახდეს მასიური მე მგონი ერთი შეგვიძლია თუ შევა ამძანეთ და ძალიან დამახინჯებელია ეს რომ არაჩვეულებრივი არის რასაც ამბობთ ანუ წესი პირველმა ის უნდა მოიგოს და იჯდეთ უკვე მოგებაზე მაგრამ არ ხართ მოგებაზე ამ წუთში პრობლემაა აი რომ ხალბატონიდან გულისხმობ და არ გაიანგარიშეთ თუ გაიანგარიშეთ თქვენი წარმოებული პროდუქცია გასაყიდად რომ გაიტანოთ არ დამახარჯეთ ეს არის ყველა სახეობა არა მე ჯერ ეს ასე არ გავს ეს არ არის ჩვენ ის ხართ ახლა ეს არის საწარმო რომელიც შეიძლება გასაყიდელი ფასი ეს არის საწარმო აბა დავიწყოთ უკვე ჯერ მია ბიზნესად არა იგი მარტივი არ არის დათვლა იმიტომ რომ საწარმოთმისას აბა ყველა მითხრით რომ იმ დანადგარის ცრეთის ხატობრივი ცვეთის თანხა ემატება იმ პროდუქტზე ცალკე ეს ხა არც იყო ეს არის იდეა როგორ წარმოგვიდგენია რაღაცას რაღაცა მომაწოდოთ და სწორად მივაწოდოთ საზოგადოებას მოთ რაღაცა კითხავს მე დავსვავ და ორივე მხრიდან რომ უპასუხოთ და შედა
ხო, მოდით სოციალურ მისიასთან გვაქვს რამე კითხვები ეზრდა? რა გვაქვს სოციალურ მისიასთან კითხვა? უბრალოდ კითხვა. სოციალურ მისიასთან არის კითხვები? ზოგადი კომენტარი არის ეს, ანუ საქმიანობიდან გამომდინარე, პრინციპი შეიძლება ყავდეთ ბევრი ბენეფიციარი, თუ გამოდიხართ იქიდან, რომ თავის საქმეში, ანუ რაღაც ნაწილს ასწავლით, ერთი, რომელსაც ასწავლით, მიდიან და ჭრიან კერა ქსოვილებს, რასაც აკეთებენ და მე გაძლიან ამ პროდუქციას, ნაკლებ ფაბრიკატას კუთიან როგორც არის და მეორე არის ვიღაცას უბრალოდ ასწავლით და ესეც სოციალური მისია, მაგრამ ამ შემთხვევაში კითხვა რომ თქვენ თვითონ თქვენ გაქვთ პრობლემა პრინციპში ფულის პრობლემა გვაქვს, ანუ ფულის მასის პრობლემა გვაქვს, ანუ ფულის მასა რომელიც სჭირდებათ რომ იღიდოთ მასალად, ასე შემდეგ. ანუ ირინამ რაც ხარ ამ შემთხვევაში რეალურად თქვენ უნდა დაითვალოთ ამ არის იქოთ სიტყვაზე 25,000 ვარ, რომელიც ალბათ დასგებზე რაღაცაზე უბრალოდ მაქცემით საფრები და რაღაცა და მაგრამ რეალურად ანუ ეს ყველაფერი რომ გააკეთოთ, ანუ თქვენ უნდა წარმოვიდგინოთ ზუსტად ხო თქვენ უნდა გავდეთ ან ეს 25,000 ხოლმე ჩაიშლება εν რაოდენობა ანუ ეს ძალიან კარგია ხოლმე ხომოცია 50 ადამიანი ანუ ეს არის 50 ადამიანი რომელსაც თქვენ მივად მიაწყდით ძაბს და მოგიქცოვენ რა თქმა უნდა და რა ხსოვენ ანუ ყველა ხსოვს სხვადასხვა რამეს შესაძლებლობის მიხედვით ხო და მაგასაც ანუ რო აქეთ წამოვიდეთ ანუ სოციალური მიზანი აი აქიდან გამოდიან მე მიხვდებით აქ რა მოხდება რა თქვენ ჩამოთვალეთ ფარდაგი მესხური ხალხიჩა რაღაცა ძალიან კაია და ყველგან ეს ხალხური რიცხვის ელემენტი არის და ტრადიცია და ამასაც თან ლაბორატორია დაიკარგოს ამ შემთხვევაში არის რაღაცა გამოსვლა თუ გავთან ირინას დაეკითხოთ ამ ხალხური რიცხვის ასოციაციის წევრებს ან რაღაცას რომელიც შეიძლება ფარდაგი ძალიან კარგია და დიდებულია, მაგრამ ფარდაგი შეიძლება იყიდებოდეს რაღაც კვარტალში ერთი. ან შეიძლება წელიწადში ერთი. ან შეიძლება საერთოდ ან გაიყიდოს ან არ გაიყიდოს. ანუ აქედან გამომდინარე, როცა საუბარია პროდუქტზე, ანუ ძალიან კარგია ერთის მრავალფეროვნება გაძლევთ იმის საშუალებას, რომ მე აირჩიოს და შეიძლება ესეც ბიზნესის შემადგენელი ნაწილი იყოს, რომ გააკეთოთ ბევრი რაღაცა და მე დატესტის რეჟიმში, ასე ვთქვათ, გაყიდოთ და ნახოთ. უბრალოდ ანუ მან გექნება პრობლემა რიცხვი, რომ თანხმობრივად დავიცნეთ რა ხდება ეს ფარდაგი რაღაცა, ანუ თითო წავს მომავალზე თორე წავს მომავალზე სამსახური. ანუ მაინც უკეთესი იქნება თუ რაღაცა ბაზრის ანალიზი გექნება, ან თქვენი გამოცდილებიდან გავაკეთოთ. თუ დიდი ხანია მუშაობთ, იცით ალბათ თქვენი პროდუქციიდან პროდუქტი რა იქნება. იგივე ვთქვათ ასოციაციას რო დაეკითხოთ, ალბათ მაგალითად ვთქვათ გაკეთებული, მაგრამ რაღაცა პროდუქცია რაც მოთხოვნადია, მით უმეტეს ისე იგივე ძალიან კარგია, რომ ამ თქვენ სამიზნე ბაზარი და სეგმენტი არის. ერთი არის ტურიზმი, ანუ ალბათ ეს მუშაობს, ეს თემა მუშაობს. ანუ ვარდია და სამხედრო გზა. ანუ თუ ეს თემა მუშაობს, ისე მაშინ ტურიზმი, ანუ რაც იყიდება ის იმას უნდა გავაკეთოთ რა მრავალფეროვნება კარგია მაგრამ მრავალფეროვნება შეიძლება გამოიწვიოს ის მრავალფეროვნების შესაძლებლობა თქვენ უფრო მეტი თანხის დახარჯვა მოგიწიოთ და ვეღარ ამოიღოთ ანუ გქონდეთ მრავალფეროვანი ტექსტილი რომელსაც ვეძებთ ამიტომ თქვენს პროდუქციაში უნდა გამოყვეთოთ ასე ვთქვათ ჩემპიონი პროდუქტები რომლებიც ასე ვთქვათ ნახდათ იყიდება
სამაჯურები, კუდები, ჩანწერი. მაგრამ ეს სამაჯურები და კუდები სად იყიდება? ანუ პროდუქტებს აქვს სხვადასხვა თვისება, რა სხვადასხვანაირი ტიპის პროდუქტები. არის პროდუქტები, რომელსაც მაღალი ფასიც აქვს და კარგად იყიდება. ეს არის საუკეთესო შემთხვევა, რომელიც პროდუქტებზეც უნდა გავაკეთოთ. არის პროდუქტები, რომელსაც აქვს დაბალი ფასი, მაგრამ მასობრივად იყიდება. ანუ თქვენ ეხლა ისეთია რა, მაგრამ მე არ ვამბობ ეს გაფლები და თქვენ რა წარმოიდგინოთ, რომ უნდა გააკეთოთ რაღაცა, რაც ჩემპიონი პროდუქტი, რომელიც მართლა იყიდება და შეიძლება პირადპირებულად იყიდება, მაგრამ რამდენს გაგიდით, საკმაოდ ბევრი საშუალებას მოგვიყვება რაღაცა შექმნა და უნდა განსაზღვროთ ეს პროდუქტები, რომელიც იყიდება. და უფუნება იმისი, რომ თქვენი ასორტიმენტი გამრავალფეროვანი, შეიძლება იყოს რაღაცა ეტაპობრივი გზა. იმიტომ რომ უბრალოდ ერთიდან გავდერო ფული არ გეყოფათ. ეხლა თქვენ თუ კვარტალში ერთხელ გავდოს მესხური თაფები რაღაც. 1500-დან 2000-მდე. აი მოდით ეს უხეშად რომ გავაკეთოთ 2000 სილა არის თქვენ რაზე გეყოფათ, რომ შექმნათ რამდენი სამაჯური და რაღაცა. ენემ რაუდი. ხო, ანუ ამას თუ გავაკეთეთ კვარტალში, ანუ უნდა წარმოიდგინოთ და დაახლოებით და უხეშად ძალიან ხო. არ ვიცი, ეს განსხვავებას რატომ გავაკეთებდი მე ფარდაც კონკრეტულად ხარიჩას უბრალოდ და არ სამაჯურებს. არიან ადამიანები უნდა შეზღუდულები, რომლებიც კარგად ქსოვენ, მაგრამ საერთოდ ნერვს ვერ იჭერენ რომ მოკარგო. ეს ადამიანი ხარ დაკარგო და დრო ხო არ გავაცდები. არ უნდა დაკარგოთ, მაგრამ ირჩენია შექმნან ეს ღირებული. უნდა შექმნან, მაგრამ ჩვენ ვამბობთ, რომ ალბათონი ეკა უნდა გახდეს ბიზნესი. გასაგებია. ადამიანები სოციალურად არ დაკარგო. შექმნანი. უბრალოდ ამაზე გასეული ხარჯი არ უნდა იყოს იმდენად ძვირი, რომ ამას რო გაყიდით, ანუ აქედან შემოსული თანხა არ იყოს არაფერი. ესეთი. იმიტომ რომ მინიმუმ რაც თქვენ შემთხვევაში